რა გეგმავს შენთან და რა საპირებს შენი ჩაფიქრებული ადამიანი თუ გაინტერესებს ეს ვიდეო შენთვის არის. მისი გეგმები შენთან. არკანები ძვირა. და არც მეტი არც ნაკლები. გულის ტკივილშია. ოღონდ ისეთ გულის ტკივილშია, რა ვაი მტრისას და აქვს თვალს ეყურებოდეს. გეგმაში აქვს ის, რომ ძალიან დიდი გულის ტკივილიდან და გაორებებისგან და აი ამ სხვა პირებისგან ჩამოეხსნას და საბოლოო ჯამში გადაწყვიტოს რა უნდა თქვენთან. და ეს რა უნდა თქვენთან ამას განსაზღვრავს თქვენი ქმედი თუნარიანობა მასთან რამდენად თავმოყვარეთ და თავმომწონეთ მოიქცევით. თვითონ კვეხარაქოთანებით კი იქცევა, რომ რამდენიც არის იმაზე ორჯერ იმის ლაპარაკობს, მაგრამ თქვენი ემოციური ფონი არ აკაცდებით ამის სიფლებას, რომ მეტი და მეტი ილაპარაკოთ, რადგან კარგად ხვდებით რისი მაქნესია თვითონ. შესაბამისად, ხო, გეგმაში აქვს, რომ მე არ მინდა დავგეგმო ყველაფერი, რადგან არ მინდა რომ გული მეტკინოს, მაგრამ მინდა რომ სტაბილურობა მოგიტანა, რომელიც ოჯახის შექმნამდე მივაო. ანუ ეს აქ გეგმაში, ანუ ოჯახის შექმნა. და სიყვარული. და არჩევანი თქვენზე და თქვენთან სტაბილურობის. მაგრამ ამ ეტაპზე რას აპირებს ზოგადად? თავისი არსით დაპირებით თუ ცოტა ესე თავისუფლება უნდა, თავისუფლებას წყურია. თავისუფლებას უსის ისე მოსწყურდა როგორც არწივ რაღაცა თავისი თავი, აი ეს სიტყვები გამახსენდა, რომ აი მოწყურდა მისულს ეს თავისუფლება და სამწუხაროდ ძალიან ცუდია, რომ ადამიანებს გონიათ, რომ ურთიერთობაში თავისუფლება უნდა დაკარგონ. ეს ნიშნავს, რომ მათ არასწორი რწმუნებულებები აქვთ თავის ურთიერთობაზე. რადგან ურთიერთობაში როდესაც შეხვალ, შენ იმდენად ბედნიერი ხარ, ადამიანს თავის სივსეს არ უზღუდავ. შენ არ გეზღუდება არაფერი, თუ ჯანსაღ ადამიანთან ხარ. მასთან ხარ ბედნიერი და მის პირად სივსეს არ არვა უბრალოდ. და ამის სიგრძე განება ჭირდება საზოგადოებას, რომ აი ამ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თავისუფლებას, ბედნიერებას, სიყვარული ხელს არ უშლის. სიყვარული ამის წინაპირობაა. შესაბამისად ეს აქვს გეგმაში და ამას აპირებს. ჯერ კაიხალს, გართობას და ტინგის, მერე მოსვლას და ოჯახს, მაგრამ ეგრე არ ხდება. ურთიერთობას მუშაობა და შრომა ჭირდება. და შენს ურთიერთობაზე თუ არავინ არ იმუშავებს, შენს ურთიერთობაზე თუ არავინ არ იშრომებს, მარტო დამკვირვებლის როლი გამოცდა არ ხარ. ცხოვრების გაკვეთილი ხარ, რომელიც მე ისწავლეს. მადლობა ყველაფერს.